გუდაური. გუდაურში განახლდა საბაგიროები, შეიცვალა ბაგირები, დამონტაჟდა ახალი სკამები. გაიზარდა გამტარ-უნარიანობა და მოემატა სიჩქარე. გასუფთავდა სათხილამურო გზები. სრიალის შესაძლებელი გახდა მცირე რაოდენობის თოვლზე. შეკეთდა 5 თოვლის სადგებნი მანქანა და დაემატა 1 ახალი. ძველ გუდაურში მოხდა წყალკანალიზაციისა და გზების რეაბილიტაცია, დამონტაჟდა გარე განათება. მოეწყო ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურა. აშენდა ბენზინგასამართის სადგური, აფთიაქი, სუპერმარკეტი და განახლდა სასტუმროები. ახალი გუდაურის დაგეგმარება განახორციელა მსოფლიოში მოწინავე კომპანია ეკოსაინმა. მათ მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, ახალი გუდაური ინვესტორებისთვის ბევრად მიმზიდველი კურორტი გახდა. ახალ გუდაურამდე გაყვანილია 2 კილომეტრიანი გზა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, გაყვანილია წყალი, წყალკანალიზაცია, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. სათხილამურო გზის ქვევით გაკეთდა 50 მეტრიანი საავტომობილო გვირავი, რომელიც ძველ გუდაურს აკავშირებს ახალ გუდაურთან. მოეწყო 1000 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. კავკასიის მასშტაბით ახალ გუდაურში ყველაზე გრძელი გონდოლა დამონტაჟდა. მისი სიგრძე 2450 მეტრია. თითოეული გონდოლა გათვლილია 10 ადამიანზე. დანიშნულების ადგილამდე 7 წუთზე ნაკლებია საჭირო. სათხილამურო გზა 21 კილომეტრიდან 57 კილომეტრამდე გაიზარდა. სპეციალურად დამწყებთათვის და ბავშვებისთვის დამონტაჟდა 400 მეტრიანი ბიგელი, ასევე 4 მოძრავი ხალიჩა, სასრიალო მილები და საბავშვო მოედანი. თოვლმოვლებისთვის გაკეთდა დამოუკიდებელი გზა, რომელიც ხელს არ შეუშლის მოთხილამურეებს. აშენდა ტურისტული სერვის ცენტრი, გაყიდვების ოფისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისი, ყველა სერვისი ერთ სივრცეში. მთა აღიჭურვა Wi-Fi-ით. ახალ გუდაურში შენდება სასტუმროები, რესტორნები, ბარები და სხვა გასართობი საშუალებები. დაისვენი ახალ გუდაურში www.gudauri.com